მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ქართული ოცნების საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ამ მიმართულებით ცვლილება 8 სხვადასხვა კანონში შედის. მათ შორის არის სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება. ქართული ოცნების კანონ პროექტით ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობა იმიჯნება და პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება. იზრდება თავისუფლების აღკვეთის ვადები, ასევე მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის. ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩვენი ვიზიტისას მთავარი გზავნილი იყო, რომ ქართველ ხალხს, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულობისა და ახალი არჩევნებისთვის იბრძვიან, მუდმივი მხარდაჭერა ჰქონდეთ. თუ პროცესები ისე გაგრძელდება, როგორც ეს ქართულ ოცნებას სურს, აღარაფერი ქართული აღარ იარსებებს. ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრომი განაცხადა, რითაც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ქართული ოცნების წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციებსა და ხელისუფლების წევრებისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, ქართულ ოცნებას სურს, რომ საქართველო როგორც საკითხი საერთაშორისო ველიდან გააქროს და ქვეყანა რუსეთის რეჟიმს ჩააბაროს. რაც შეეხება საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევაზეა საუბარი, კობახიძე თავად რუსეთს წარმოადგენს. ინგო როყვას ქუჩაზე რუსეთის აგენტიზის, ასევე საგარეო საქმეთა ეგრეთ წოდებული მინისტრი, პარლამენტის ეგრეთ წოდებული თავმჯდომარე და კიდევ 89 გაურკვეველი ადამიანი, რომელიც საკუთარ და შვილების მომავალს ღალატობენ. ქართული ოცნების ლოგიკით ირანის, რუსეთის და ჩინეთის გარდა მთელი მსოფლიო გაუგებარი დიპსტეიტი ყოფილა. აცხადებს გეგელია. ნარკოპანდემიის მიმართულებით ქვეყანაში დღეს მთავარი გამოწვევა კორუმპირებული ძალოვანი სტრუქტურა. ის მთავარი მომარაგებელია შავი ბაზრი, სადაც ნარკოტიკები იყიდება. მთავარი წერტილი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, ეს არის კორუფციაში დამრჩვალი ძალოვანი სისტემა. ამის შესახებ ძლიერი საქართველოს წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ ანტინარკოტიკულ რეფორმას გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული პაკეტის პროპაგანდის მიზნებისთვის გამოყენება ამაზრზენია. ცნობისთვის, ქართული ოცნების საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯია. მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას. შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე გადამწყვეტი ნაბიჯია კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ. ამ ისტორიულ მიღწევას მშვიდობისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები მოაქვს, წერს ზურაბიშვილი X-ზე. შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. საქართველოში 18 მარტიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. როგორც ინტერპრეს ნიუს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 18 მარტიდან ზოგ რეგიონში ნავარაუდებია წვიმა და ქარი. საქართველოში ჯერ ნარჩუნდება მზიანი და უნალე ქვამინდით ასახვლეთ. საქართველოში 18 მარტს საღამოს საათებიდან მოიღრუბლება, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ტემპერატურა კლებას დაიწყებს. ტემპერატურის კლება მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. მთაში ან მაღალ მთაში მოსალოდნელია 1 გრადუსი. 20 მარტიდან კი აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდით წვიმა, ქარის გაძლიერება, აღნიშნა გვაზავა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს უნეტარეს იოანე მეათეს წერილს უგზავნის. წერილში გამოთქმულია დიდი გულის ტკივილი სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო. თქვენო უნეტარესობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულის ტკივილ სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რამაც მსოფლიო საზოგადოება აღაშფოთა. ჩვენც ვუერთდებით საერთო პროტესტს, გიცხადებთ სოლიდარობას და ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მსგავს ბოროტებას აღარ დაუშვებს. ამასთან გთხოვთ ჩვენი თანადგომა გადასცეთ თქვენს სამწყსოს, გარდაცვლილი და დაზარალებული ბავშვების, ქალების, ცალკეული მოქალაქეების ოჯახებსა და საერთოდ სირიელ ხალხს. აღვავლენთ ლოცვებს უდანაშაულო მსხვერპლთათვის და მშვიდობისათვის სირიასა და მთელს მსოფლიოში. წერია წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.
საქართველოს სავაჭრო პალატის მენეჯმენტი უზბეკეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია სავაჭრო პალატის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ორი ქვეყნის ბიზნესების დაახლოების საკითხები განიხილეს. შეხვედრა საქართველოში უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრისას გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით უზბეკეთში მასშტაბური ბიზნეს ფორუმი ჩატარდება. წელს თბილისში უზბეკური პროდუქციის გამოფენა გაიმართება. საქართველოს სავაჭრო პალატამ უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში უზრუნველყო ქართულ ბიზნესთან საქმიანი შეხვედრები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის მთავრობის მინისტრებთან ერთად 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაყუპული სამხედრო პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. სამოქალაქო პანაშვიძეზე სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ლევან მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა უწყებას და ორგანიზაციას, რომლებიც დაღუპულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და გადმოსვენების პროცესში იყვნენ ჩართულნი. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთი თუთიყუშივით იმეორებს ერთსა და იმავე რიტორიკას უკრაინის ომის ძირეული მიზეზების შესახებ და აცხადებს, რომ ისინი უნდა აღმოიფხვრას. ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი X-ზე წერს. მისი თქმით, რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა, გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და შემდეგ დაუპირისპირდეს ნატოს. შეგახსენებთ, უკრაინისა და აშშ-ის მთავრობების წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა თანახმა ცეცხლის დროებით 30 დღიან შეწყვეტას დათანხმდეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თანახმა უკრაინასთან ცეცხლის 30 დღის შეწყვეტაზე თუ კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება. გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის დასრულებას. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისა და რეგიონის გახსნისკენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა X-ზე წერს. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა შემდგომ ნაბიჯს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ. ახლა მოგიწოდებთ წინ წახვიდეთ სამშვიდობო შეთანხმების სწრაფი ხელმოწერით. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა შემდგომ ნაბიჯს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, წერს ანტონიო კოსტა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ცეცხლის 30 დღიან შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გავს რუსეთის მკაფიო და ცალსახა უარს, თუმცა უკრაინა ოფიციალურ განცხადებებს დაელოდება. პუტინის რიტორიკა ჩვენ, რა თქმა უნდა, მშვიდობის მომხრე ვართ, მაგრამ ნიუანსებით კიდევ ერთხელ გავს ომის გაგრძელების პირდაპირ სურვილს. უკრაინამ უნდა დათმოს იარაღი და ჯარი, მობილიზაცია და აღჭურვილობის მარაგი და უბრალოდ ჩუმად უყუროს თუ როგორ ვაგრძელებთ მშვიდობიან სროლას ფრონტის მთელ ხაზზე. ამ დროისთვის ეს გავს რუსეთის მკაფიო და ცალსახა განცხადებას. 30 დღიანი ზავის უარყოფასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ მაინც დაველოდებით ყველა დაინტერესებული მხარის ოფიციალურ კომენტარს, წერს პოდოლიაკი X-ზე. შეგახსენებთ, უკრაინისა და აშშ-ის მთავრობების წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა თანახმა ცეცხლის დროებით 30 დღიან შეწყვეტას დათანხმდეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თანახმა უკრაინასთან ცეცხლის 30 დღის შეწყვეტაზე თუ კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება. განსხვავება არის ის, რომ უკრაინამ თქვა დიახ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებაზე, იმიტომ რომ უკრაინას მშვიდობა სურს. პუტინი იმის ნაცვლად, რომ თქვას დიახ, სხვადასხვა პირობას აყენებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიკა X-ზე წერს. უკრაინა ომის დასრულებას ცდილობს, პუტინი ომის გაგრძელებას. მისი დანარჩენი სიტყვები მხოლოდ კვამლის ფარდაა, აცხადებს სიბიკა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.